მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან უღმესი მადლობა იმისთვის რომ გამოწერილი ჩემი არხი იმისთვის რომ ალაიქებთ და კომენტარებთ ვინც არ მიცნობთ გაგეცნობით მე ვარ კატო გეტყვით რომ აქციები ძალაშია და შეგიძლიათ სრული დიაგნოსტიკა მიიღოთ 70 ლარად ხოლო ერთი კონკრეტული საკითხი 50 ლარის ფარგლებში ასე რომ შეგიძლიათ პირადი შეტყობინება მითითებულ ნომერზე მომწეროთ WhatsApp-ში და დაგეგმოთ თქვენთვის სასურველი საკითხის განხილვა და გაანალიზება. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მოდით გავაკეთოთ ესეთი გაშლა, რას ფიქრობს თქვენი პარტნიორი თქვენს ურთიერთობასთან მიმართებაში. Რა თქმა უნდა, სიგნიფიკაცია ვნახოთ, რა ურთიერთობა არის, რა ამ ეტაპზე, ეხლა ამ წუთას თქვენ შორის და მერე უკვე ვნახოთ, რას ფიქრობს, რა ურთიერთობა არის. კამათი ჩხუბი რა ურთიერთობა არის. მე ესე ვიტყოდი, რომ აქ არის შიშები, შეიძლება დაკარგვი, შეიძლება რაღაც ურთიერთობის არ განვითარების, ან როგორ განვითარდება, ყოველ შემთხვევაში ურთიერთობა არის შიშებით. ემოციები არის, სურვილები არის, თითქოს რაღაცა ქმედებების მომენტიც ისახება, მაგრამ რაღაცნაირად არის როგორი მომენტი, იცით რომ ბოლომდე არ ვართ დარწმუნებულები, შეიძლება ჩვენს გრძნობებში ან ჩვენს რაღაცა სურვილებთან, ან გადაწყვეტილებების პერიოდი გვიდგას, როდესაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რას ვაკეთებთ, ხომ? ანუ ვაგრძელებთ ურთიერთობა, სრულდება ურთიერთობა თუ რა ფორმით უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობა. აი რაღაც ეს მომენტი არის აქ. შეიძლება ვიღაცისთვის პაუზის მომენტი იყოს. კარგით, ნახოთ აბა რას ფიქრობდა ეს ადამიანი თქვენს ურთიერთობაზე. მე ესე ვიტყოდი, რომ აქ თუ დაფარული ურთიერთობაა თქვენ შორის, ადამიანი ფიქრობდა იმას, რომ რამდენად სწორი იქნება ამ ურთიერთობის გამჟღავნება. რეალურად რო გითხრათ, რომ რამე გადაწყვეტილება აქვს მიღებული თქვა არა, ადამიანის ფიქრები არის ის, რომ ჯერჯერობით ის იმ ფორმატით, რომ არავინ არ იცნობდეს, არავინ არ იცოდეს სიტუაცია, ესეთ მდგომარეობა ურჩევნია, იმიტომ რომ არ არის ეს ადამიანი მზად სერიოზული ურთიერთობისთვის. მაქსიმუმი ამისთვის არის, რომ მესიჯები მოგწეროთ, რაღაცა ურთიერთობა აი ამ სახით შეინარჩუნოს, მაგრამ როგორც ასეთი, თუ აქ თქვენ სამკუთხედ სიტუაციას უყურებთ, ადამიანს აქ გადაწყვეტილი დაასრულოს ურთიერთობა. თუ არ უყურებთ, მაგ შემთხვევაშიც აქ გადაწყვეტილი რომ დაასრულოს ურთიერთობა. აქ ურთიერთობისთვის ადამიანი არ ფიქრობს, აქ ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ სურვილებზე და საკუთარ მიზნებზე ამ ურთიერთობაში. აი ეს არის, რასაც ფიქრობდა.